რომელიც თავის მხრივ ძალიან სტრატეგიულია თავად ევროპისთვის. ამიტომ ძირითადად ამ შემთხვევაში კეთდება პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმები საუბარია წერტილოვან დარტყმებზე. დიახ, ერთადერთი თუ ირანის პრეზიდენტმა ხელი არ აიღო ბირთვული იარაღის შექმნის იდეისგან, ან ზრახვისგან, ან მუქარისგან, მაშინ შესაძლოა ერთადერთი, რასაც მე ვთვლი, რაც რა თქმა უნდა არ არის ასე ვთქვათ, სრული ჭეშმარიტება. თუმცა რამდენიმე სხვა ექსპერტიც ადასტურებს. შესაძლებელი ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნას წერტილოვანი დარტყმები, რათა კონკრეტულად ის ელემენტები განადგურდეს, სადაც ხდება ურანის გამდიდრება და შემდგომ ეს ურანი შეიძლება გამოყენებული იქნას, ასე ვთქვათ, ბინძური ბირთვული იარაღის შესაქმნელად. და ასეთ შემთხვევაში თუ შეიძლება საქართველოს რაიმე ზარალი მიადგეს. იცით რა არის ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ რთულ რეგიონში იმყოფება. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა რუსეთთან და რუსეთი არ არის ცივილიზაციის ნაწილი და შესაბამისად მასთან რაიმე პრობლემის ქონა ეს ნიშნავს საერთო მძიმე პრობლემებში ყოფნას. გარდა ამისა, რეგიონი ასე თუ ისე თუ ფართო რეგიონს ახლო აღმოსავლეთს მოვიაზრებ, მდიდარი არის ნავთობპროდუქტებით. თავად ჩვენი რეგიონი არის ერთგვარად ალტერნატიული გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთით და ძალიან სერიოზული კონფლიქტებით არის დატვირთული თავად ახლო აღმოსავლეთი, მხედველობაში მაგ იგივე ისრაელის, პალესტინის კონფლიქტი, აქვე რა თქმა უნდა ლიბანის, სირიის და ეგვიპტის იორდანიის საკითხები, რა თქმა უნდა, თავისთავად აქტუალურია. ეს ყველაფერი კონცენტრირდება ეს დაძაბულობა და შესაბამისად აქტივობა აი ამ რეგიონში. ამიტომ ნებისმიერი გართულება ჩვენს რეგიონში თავისთავად შეიძლება არა პირდაპირ, მაგრამ გარკვეული სახით ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაზე. მაგრამ აქვე ძალიან საინტერესო მოვლენები ხდება თავად ჩვენს რეგიონში, მხედველობაში მაქვს უკვე სამხრეთ კავკასიაში. მე მეჩვენება, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობის ესკალირება მიმდინარეობს ამ დღეებში და ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რომ შეიძლება ამ ყველაფერს ეს ყველაფერი უფრო რთულად განვითარდეს. ანუ ჩვენ მივიღოთ შეიარაღებული კონფლიქტი. ამ სიტუაციაში ასევე ვხედავ, რომ რუსეთი დაინტერესებულია, იმიტომ რომ თუ კი საქართველოსთან მიმართებაში რუსულ ჟარგონს ვიხმარ, სიტუაცია გაიასნებულია, ანუ მოახდინა ტერიტორიების ოკუპაცია და არ ქვამას სახელი, რომ ეს არის მისი თვალსაზრისით დამოუკიდებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამ შემთხვევაში ყარაბაღში სიტუაცია არა გაიასნებული ისე ვიხმარ ამ სიტყვას. ორივე მხარე თვლის, რომ ის ძლიერია, სომხეთის და აზერბაიჯანის. აზერბაიჯანმა ბოლო პერიოდში მოახერხა სერიოზულად განევითარებინა საკუთარი შეიარაღებული ძალები, საკმაოდ დიდ სამხედრო პოტენციალის მქონე არის აზერბაიჯანი, მით უმეტეს რომ ასე ვთქვათ, ნავთობპროდუქტებით საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვს აზერბაიჯანს. ამიტომ მე შინია, რომ აი ამ ამბიციებმა, ძალის ამბიციებმა, ასევე იმან რომ აზერბაიჯანული საზოგადოებას დაიღალა იმით, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით ვერ გვარდება და ვერც ერთი ძლიერი აქტორი ვერ ახერხებს მათი პრობლემების მოგვარებას. ამიტომ შესაძლოა, რომ მოხდეს მესამე ძალის ჩარევა, რომელიც მოახდენს კონფლიქტის პროვოცირებას. მხედველობაში მაქვს რუსეთი. იმიტომ რომ რუსეთს უნდა რომ გაიასნოს, რომ ამიერკავკასიაში ის არის ძირითადი და ერთადერთი დომინანტი ქვეყანა, რომელიც სამხედრო პოლიტიკური კომპონენტით აბსოლუტური ლიდერი არის. თუ კი ეს მოხდება და მე იმიტომ მენიშნა ამ ირანელი ჟურნალისტის ასე ვთქვათ აქცენტი აზერბაიჯანზე, რაც საერთო ჯამში რუსეთის თამაში არის, რომ ამ ალბათ უნდა აღნიშნოთ, რომ ეს სტატია ინგლისურ ენაზე დაბეჭდა სომხურმა გამოცემამ. ვერ გეტყვით, არ ვიცი უბრალოდ. კი, ასე იყო. კი. ვერ გეტყვით, არ ვიცი. იქიდან გავრცელდა, იმიტომ რომ თვითონ ირანული ვებსაიტი არის მხოლოდ სპარსულ ენაზე და სომხურმა ვერსიამ გამოაქვეყნა უკვე ინგლისურენოვანი ვარიანტი. ესე იგი შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ამიტომ სხვათა შორის ჩვენ ვერ მოვახერხეთ თვითონ სპარსული ვერსიის გადამოწმება სომხურ ვარიანტთან, რამდენად იყო დამთხოვა. კი. აი ეს ვითარება უფრო მეჩვენება მთლიანად რეგიონისთვის, იმიტომ რომ თუ სამხრეთ კავკასიაში კიდევ ერთი ცეცხლი გაჩაღდა, ეს იქნება 2 წელიწადში ან 3 წელიწადში მეორე, რაც რეგიონიდან მთლიანად დააფრთხობს დასავლეთს, ალბათ
შეიძლება ინვესტორები სანთლიცაძებარი გაგვიხდეს, რაც რეგიონს მოსწყვეტს ცივილიზებულ სამყაროს და აქ რა პროცესები შეიძლება გაიმართდეს უკვე ძნელად პროგნოზირებადია. მით უმეტეს სერიოზული კულტურული და ასე ვთქვათ, რელიგიური დაპირისპირებების ნიშნები არსებობს ზოგადად ამ რეგიონში, ამიტომ ამ ფონზეც ვინ რა ასე ვთქვათ, პოზიციებს მიაღწევს და რა უპირატეს ან წაგებულ პოზიციებში იქნება, იმის მიხედვით საკმაოდ რთული იქნება უკვე რეგიონის დამშვიდება და ასე ვთქვათ, მშვიდობიან რელაციებზე გადაყვანა. ბატონო ირაკლი, დაუბრუნდეთ ისევ საქართველოს და ირანის ურთიერთობას, ვიდრე კიდევ ერთხელ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ იმაზე, საქართველოსთან მიმართებაში რა მიზანს შესაძლოა ემსახურებოდეს ეს სტატია. საინტერესოა, რითი ახსნით თქვენ ხელისუფლების ინიციატივას ბოლო პერიოდში ირანთან დაახლოების შესახებ. ამ თემაზე სარეკლამო ბლოკის შემდეგ ვისაუბრებთ, გადაცემაში რეკლამის დრო. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. ბატონო ირაკლი, გავიმეორებ ჩემს შეკითხვას და ოდნავ უფრო განვავრცობ. მაინტერესებს რითი ახსნით ხელისუფლების ინიციატივას ირანთან დაახლოების გაღრმავების თვალსაზრისით. საუბარი იყო სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. ასევე ირანული პრესა წერდა, რომ სააკაშვილს სურს აღადგინოს ირანთან ისტორიული ურთიერთობები, იწერებოდა აჰმადინეჯანის შესაძლო ვიზიტზეც საქართველოში. არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, სხვადასხვა ვერსიები, რატომ წამოვიდა ესეთი დათბობის ტალღა საქართველოდან. პირველი ის, რომ ობამას ადმინისტრაციაზე გაბრაზებული სააკაშვილი სპეციალურად უახლოვდება ირანს, იყო ასეთი ვერსია ექსპერტების მხრიდან. იყო მეორე ვერსია, რომ შესაძლოა პირიქით საქართველოს ხელისუფლება ამერიკის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მოქმედებდეს და იქ კონსულტაციების საფუძველზე დგამდეს ნაბიჯებს. ანუ რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ამასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ფიქრობთ? რატომ გადაწყვიტა საქართველომ გააღრმაოს და მეტად დაუახლოვდეს ირანსთანაც საუბარია სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, რაც საკმაოდ სერიოზული ზომაა, ასე ვთქვათ. თქვენი ვერსიები უფრო გონივრულია ვიდრე ჩემი ვერსია, იმიტომ რომ მე არ მიმაჩნია რომ ასე ღრმად არის ჩახედული ჩვენი ხელისუფლება, რომ ცდილობს ორმაგი პოლიტიკით საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. მე მიმაჩნია რომ ეს იყო პოლიტიკური გართობა, იმიტომ რომ თამაშს ვერ დავარქვევ ამას, იმიტომ რომ თამაშის დროს შესაძლოა გარკვეულ მიზნებს მიაღწიოს ქვეყანამ. პოლიტიკური გართობა იმენად, რამდენადაც ჩვენი ქარაზმატული პრეზიდენტი ალბათ აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, სადაც სიტყვა მოიტანა და მან პრეზიდენტი დაპატიჟა. ირანის პრეზიდენტი მოიპატიჟა საქართველოში. ეს ინფორმაცია გააქრა, იმიტომ რომ იმ მომენტისთვის ეს ნაბიჯი ნორმალურად არ იყო გააზრებული, რაც არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება ასეთი ნაბიჯების გადადგმა და შემდგომ ხელისუფლებას უწევს სიტყვების უკანწავება. შეგიძლიათ გაიხსენოთ რამდენიმე ინტერვიუ ჩვენი მინისტრების, იგივე შინაგან საქმეთა მინისტრის, თბილისის მერის ან სხვა პოლიტიკოსების ძირითად ბირთვზე საუბრობ, რომლებიც შემდგომ ცდილობენ უკან წაიღონ თავიანთი სიტყვები. ამიტომ ამ შემთხვევაში ფეხბურთის პერიოდი გვაქვს ხა აქტიური და შეიძლება პარალელი გავალოთ და პირდაპირ თქვათ, რომ ყვითელი ბარათი ამოუღეს ჩვენს პრეზიდენტს და მიანიშნეს, რომ ასეთი თამაშით ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად ვერაფერს ვერ მოიგებს თუ არა დაკარგავს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, მე ერთ-ერთი ექსპერტის წერილი წავიკითხე, სადაც ის საუბრობს, რომ ეს კარგი, იმიტომ რომ ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ჩვენს პოლიტიკაში ვექტორი არ არის გამოკვეთილი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრეზიდენტი საუბრობს, რომ კი ბატონო, საუბრობთ, რომ დასავლური ვექტორი გვაქვს, დასავლური ვექტორი რო ქონდეს, ქვეყანაში პირველ ადგილზე იქნებოდა დემოკრატიის განვითარების საკითხი დაყენებული და არა რაღაც პიარ კამპანიებით, რაღაც მოდელირებული დემოკრატიის შექმნა. იგივე ის კონფლიქტი, რომელიც 2008 წელს წარმოიქმნა და სამწუხაროდ ჩვენთვის ტრაგიკულად დასრულდა, აქაც ეს ვექტორები არ იკვეთება, საერთოდ ვექტორი არ ჩანს. ამიტომ თუ ჩვენ ამას ცოტა ნაკლები სერიოზულობით შევხედავთ, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო უბრალოდ პოლიტიკური გართობა, რომლის შემდგომაც ხელისუფლება მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, იგივე სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით. ხა თქვენ და მე მგონი ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ირანში წასვლას არ აპირებს, მაგრამ 60 მილიონი ირანიდან შეიძლება რამდენიმე 10,000 მოუნდეს საქართველოში ჩამოსვლა, რაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ტურისტული თვალსაზრისით ეს კარგი არის.
მაგრამ არ დაგვაუწყოს, რომ ჩვენი პარტნიორი მონათულია